უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება. თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან ხაბეიშვილის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატიურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200,000 ამერიკული დოლარის ქრთამის სახით გადაცემას. გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს. საქმის მასალებში ლევან ხაბეიშვილის საჯარო და არაერთი განცხადება დაკავებული ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს 200,000 ამერიკულ დოლარს იმ შემთხვევაში ჰპირდებოდა, თუ სამართალდამცველები საკუთარ მოვალეობას არ შეასრულებდნენ და მას საიდუმლო ინფორმაციებს ან მასალებს მიაწვდიდნენ. ხაბეიშვილის ყოველდღიური რუტინა იყო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებიც. მშვიდობიან დამხობაში მივიღოთ ყველა მონაწილე. მე მშვიდობიანი დამხობა ვიცი. მე როცა ვამბობ ხოლმე და ვლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, ეს არის აბსოლუტურად შესაძლებელი. მშვიდობიანი დამხობა ამ ხელისუფლების არათუ გარდაუვალი აუცილებელი ვალდებულებაა საქართველოს მოქალაქეების, რომ მშვიდობიანად დავამხობთ. 4-ში ქართველი ხალხის გამარჯვების დღე ახლოვდება. 4 ოქტომბერი არის მშვიდობიანი, აბსოლუტურად მშვიდობიანი რევოლუციის დღე. ხაბეიშვილი ბრალს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღის პირველ ნახევარში გააცნეს, არ აღიარებს. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს დაკავებული თავმჯდომარის ადვოკატთა არმია უკვე მესამე დღეაც ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს დანაშაული არ არის ის, რაც უკვე წლებია სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. სწორედ კოდექსით მანიპულირება განიზრახა მედიასთან დღეს ხაბეიშვილის ერთ-ერთმა დამცველმა. ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მხოლოდ ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდება ისჯება, მაშინ როდესაც სამართლის მთავარ კანონში 317 მუხლში სულ სხვა რამე წერია. დამხობა უნდა იყოს ძალადობით, დამხობა შესაძლებელია იყოს აგრესიული, რო ჩაждდეს სისხლის სამართლის კოდექსში. ახლა ნახეთ ეთერებში რა იყო? მშვიდობიანი დამხობა. ანუ სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ძალადობით. დაცვის მხარისა და ხაბეიშვილის თანაგუნდელი დამცველების ნარატივი სრულ თანხმედრაშია. ნაციონალურ მოძრაობაში ბრალდების აბსურდულობაზე საუბრობენ, თუმცა მმართველი გუნდი არგუმენტებით ასაბუთებს, თუ რატომ არის ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ქრთამის შეთავაზება და არა წინასაარჩევნო დაპირება. ცხადია, ეს ყველაფერი კეთდებოდა მიზანმიმართულად, რომ საზოგადოებისთვის მიეჩვიათ აღნიშნულ თემაზე საუბარი, დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა, ვიღაცის ჩამოხრჩობა, ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ისჯება კანონით. თუ ვინმეს გონია, რომ არ მოყვება რეაგირება ამ ტიპის ფაქტებს, ძალიან ცდებიან. ძალიან ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები, შესაბამისად დავილოდოთ ყველაფერს, არც ერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე. იურისტების განცხადებები, რაც კეთდება და ვითომ კავშირი არის, რომ ერთი პოლიტიკური დაპირება წინასაარჩევნო დაპირებას ტოლობის ხაზს, როდესაც უსვამთ თამის გადაცემასთან, ეს არის ელემენტარული სირცხვილი და არ შეიძლება, რომ საკუთარ პროფესიას ასე არცემდე პატივს და ამავდროულად ასე არცემდე პატივს საზოგადოებას, რომ ასეთი მოტყუილის ცადვა, აი მაგალითისთვის რომ ვთქვათ, თუ მაგალითად ფარული ჩანაწერი იასებებდა, სადაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს დაპირდებოდა ქრთამის გადაცემას, ამას რა თქმა უნდა ქრთამის გადაცემად და ქრთამის დაპირებად
დააკვალიფიცირებდნენ, მაგრამ თუ საჯაროდ მოხდება ქრთამის გადაცემის დაპირება, ეს თითქოს დანაშაული არ არის, რომ აი ამ მარტივ ტყუილს ცდილობენ, რომ ტყუილის შესახება ცდილობენ ნაცმოძრაობის აქტივისტები. რა თქმა უნდა, ხა ნაციონალური მოძრაობა ნებისმიერ დაკავებას, ნებისმიერ ჩვენ ნაბიჯს უსაფუძვლოს უწოდებს და რაღაცა აპელირებენ აბსოლუტურად აბსურდული, ასე ვთქვათ, არგუმენტებით და ხა ნებისმიერი საქმე, რასაც ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ რეალիხს აწეპებდა, გვარამიას საქმე, სააკაშვილის საქმე, მელიას საქმე, მერაბიშვილის საქმე, რუსთავიორის საქმე და ასეთი ძალიან ბევრია. შემდეგ რომ გაასაჩივრეს სტრასბურგის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლომ ყველა საქმეზე დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, რომელმაც გამოძიებისთვის ხელი შეშლის მიზნით ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვას სცადა. საქალაქო სასამართლო მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხაბეიშვილის აღკვეთთან ერთად მსჯელობს. მის შემთხვევაში პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს.